პირველი რითიც წესით უნდა დამეწყო არის თვითონ ამბავი, რომელსაც გამოვტოვებდა მეცით რატომაც. ჯერეთი არის კარგი. პირველ რიგში მე ვხარეთ გულისხმობ თქვენ ნანახი ამბავი ძალიან რაც არ უნდა ვილაპარაკო შეფასება, რა თქმა უნდა ჩემი საქმე ვერ იქნება. რამდენად იყო ეს თავდასხმა, რამდენად მძიმე თუ მსუბუქი დანაშაული იყო თუ ასე შემდეგ, ამისზე საუბარი დროს დაგვაკარგინებს, ამ ხალხს ამის ახსნა არ ჭირდება, თქვენ სავარაუდოდ გაგიგებთ. არ გინდათ და ამიტომ გადავდო გარემოებებს საბაბზე თუ მიზეზზე რაც ეს ნაბიჯი გადამაქმნებინა და იქნება კანონით არარეგულირებადი, მაგრამ ემოციური ნაწილი, რისგანაც ემოციების გარდა განცდილისგან შევიდნენ ადამიანები ეჭვმა ხორცხვაში იმედი ნამდვილად მაქვს თქვენც დანარჩენ ყოფით ამბებში გასამართლოს და პრაგრესის მიიღება. რა თქმა უნდა, ნორმალურ გარემოში სილის გაწვნა შაბაბანი თუ ამული არ არის საზადარ მოუძიდო. უბედურებას ყველას საერთო უბედურება თქვენიც მხარს გულისხმობ. აქეთ არ ჭირდება ამის მტკიცება და ისე და ამ უბედურებაში ვარ. უბრალოდ ეს ვარ აბსურდში. იმ აბსურდში, რომელიც ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა ამ ქვეყნისგან შექმნა. თავდაპირა დააყენა ყველაფერი, მე არ გულისხმობ, რომ სახელოვნებო აბსურდი და თეატრალური იქნება თუ ლიტერატურული სხვა რამაც. მაგრამ ჩვენ საუბრობთ არც ვიცი რა საუბრობთ, სამოქალაქო აბსურდი, როცა საერთოდ არის დამნაშავეები და განმიზიდდება არ ლეგალური სახე არ შეერობაში. ამ მსგავს შედეგებში, როცა მოზალადე არის მოწმეც ბრალდებების და ყველაფერი ერთად აგებული. იქ უკვე აბსურდია, იქ დანაშაულდება და ვერავის საუბრობთ. აბსურდია კიდევ ის, რომ ეს აქ ყველა დიდებულად ვიცით. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა როგორ თქვა მიიღოთ რა გააღმოვანოთ. არც თქვენ, არც მე არავინ არ ვიცი ორჯერ იმაზე ხანგრძლივად ვიქნებით ციხეში. ცოცხალი გამოახცევ თუ არა, თუ ორ დღეში რაღაც შეიქმნება და რაც მოხდარა ხოლმე მე არ ვაჭარბებ და არ ვუძინებ. არავინ ყველაფერი არის პირობითი და თავდაპირა. და ის ჩემი სილაც, რომელიც რა თქმა უნდა იყო სიმბოლური და რა თქმა უნდა იყოს დაჟდები 21 საუკუნეში. რაც არ უნდა ეს სიმბოლური ისტორიული ისება წინაპარი კონტექსტში მოყვებოდეს სილის გაწვას. რა თქმა უნდა არის დასჯა. მე ადრეც ვახსენე რომელიმე პროცესს წინის წინაზე ალბათ რომ ამ კვალიფიკაციებს არც ჩავიგნავები ვარ როცა ეს გავაკეთე. და არც ჩემი საქმე არ არის ეს ტერაქტის მცდელობა თუ არა მცდელობა, ტერაქტი დაგერქმიათ არც ის გამოკვირდებოდა ეს ახლა რა დამძიმებას ველოდი ცხადია ველოდი პასუხისმგებლობას ველოდი რა თქმა უნდა ველოდი და ფაქტია აგერობა ჩემი ფეხით რომ როცა მკითხეთ და თქვენ ამ წინამოსამართლემ პროფესია თვითდასაქმებული უპასუხი რადგან უკვე იმშევარი ვიყავი და თვითდაპატიმრებული ცხოვრება და ყველამ ვიცი დავიწყოთ აქედან აი როგორც კადრებია, როგორც თქვი და ყველაფერი ვიცით ყველა. ელემენტარულად და შემეძლო სხვა ადგილი მოვეძებნა, სადაც მეგონებოდა მაინც რომ კამერები არ არის და შევრჩებოდა ეს რომ ყოფილიყო მხოლოდ გულს მოხანა და მხოლოდ რაღაც პირად მოტივებზე და უამრავ პირად მოტივებზე ბაზიკა. და შენახული მისცემას არა ერთგზის მრავალსფერიანი თუნდაც პოლიციისგან, თუნდაც სასამართლოსგან. ეს რომ ყოფილიყო რაღაც პირადი ამბავი და გულის მოხანა გაწმენდ ეხლა ვლაპარაკობ არც ეხლა მეხანება ენა და არც მაშინ მეხანებოდა გული საინისოდ რომ თუნდაც მოხარებულში ვინმესთვის ქვამის როლა შულგული არის ის თოფი თუ ბანგული თუ ისევ და ისევ სენა ხელი რომელიც იქნება როგორც აღნიშნეს ჩემ ადვოკატებმა წინა პროცესზე ხო
ანუ აქედან გამომდინარე კიბის მიღებას მოგილოდეს მართლა ეს ხელი არა კიბის მუშტი და დიდათაც მიდარდია ცხოვრებაში არასდროს ახალგაზრდობის მოვიდა სკოლაში და ჩხუბი რაღაცა იწევდა ხანდახან ადამიანს მაშინ არ გამომირჩევა უნარი და ეხლა მით უმეტეს ამასაში რაც შეეხება სიძულვის რომელზეც მე კიდევ მითხვი და არა იმიტომ რომ რაღაც სარკაზმის შემოტევა მჭირს და თქვენი პასუხოთ მაინც და მაინც არის თქვენს სიტყვა და საბოლოო დასკვნაში მნიშვნელობაც საბოლოო დასკვნის სიტყვა როგორც იქ იყო ფსიქოანალიტიკური ხაზი სიძულვილთან დაკავშირებული რასაც უპასუხებ როგორც არგუმენტები და საერთოდ ჩემ ახალგაზრდ ლაპარაკობ კანონთან ან კოდექსის პუნქტებთან ამას ვერ ექნება და ჩემი მხრიდან არც უნდა კონდეს და არც არის საჭირო რომ კონდეს საიმე შეხება. ბოლოს სიძულვილი ადამიანური რაღაცა მე მართლა ვერ ხვდები და შეიძლება ინტერესსაც მომესმინა სხვა სიტუაციაში როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანს სულდეს სამსახური თუნდაც სამსახური მოსწონს. ანუ სტატისტიკის დეპარტამენტი უზრუნავს ადამიანები შეიძლება სულდეს საქციელი. მე ასე ვხედავ და რაც შეეხება პირად სიძულვის კი სამწუხაროდ პირადად ჩემზე რომ ლაპარაკობ და რამდენჯერაც მომიწევ ჩემ მაგალითებთან მიდროულება მხოლოდ იმიტომ რომ მარტო ჩემი მაგალითები არ არის საუბრები თორე საერთოდ არ გავაკავშირებდი ჩემს ტკივილებს და თუნდაც ტრავმებს და თუნდაც უკვე სიკვდილამდე რო გაჰყვა ისეთ ჯანმრთელობის პრობლემებს სწორედ პოლიციის ციხრით მუშტით და ხერხებით მიღებულს მაგრამ ჩემზე არ არის ლაპარაკი მე ვიცი სახელები და გვარები პოლიციელების აი ამ ჩემი მრავალსერიანი საპოლიციო თავგადასავლებისას რომლებიც მცემლი რომლებიც მაყენებდნენ შეურაცხყოფას მე იმ ადამიანებს ხედავ ხოლმე რუსთაველის გამზირზე სხვათა შორის ამ წლის დასაწყისში გეგმის მასივში წესკოდა მობილოსთანაც უნახე ერთი რომელიც გამეთებით მანქანაში მიხავდა იმ ადამიანებს ხედავ ბოლო-ბოლო რომელიმეს შევარჩევდი მე თუ აი ვერ ავაკავებ ის ემოციას და ფიზიკურად უნდა შევხედოთ მაინც და მაინც გაშლილი მართლა უკიდურესად გავანებთ ისა გაშლილი ხედავთ ხო ან მოპარებულში ან კონკრეტულ სამიზნეს და არა ვინმეს რომლის შესაძლებაც კი იყო იქ თავდადების დინამიკა იგრძნობოდა მოწმე პოლიციელების ჩვენებებიდან იმიტომ რომ ერთ-ერთივე სწორებდნენ რეალურად ორსამიანი შეკითხვა პასუხი იყო დიახ მე დავაზუსტე იმ ადამიანის სამართლის იყო თუ არა საპოლიციო თავგადასავლები რომ ახსენენ მე შემოხვედრიან მიგითები რომლებიც ადამიანურად მომექცნენ თავზე ხელი არ გადაუსვა და თან არ გადამყოლია უბრალოდ ადამიანურად მექცეოდნენ და ეს ყველაფერი მახსოვს და თავიდან ვერ ვიაზრებდი და შემდეგ როცა რაღაც რაოდენობა დაგროვდა ასეთი ადამიანების წლების მანძილზე უბრალოდ სახელმწიფოს მეკითხებოდი და მე დღემდე მახსოვს ყველა სახელი და გვარი არ ვიცი შევხვდები თუ არა ვიცნობ თუ არა ეს სახელზე და ვიცნობენ თუ არა თავად და შეგახსენებენ თუ არა თავს განსხვავებით თქვენს სახელისგან ბატონო პროკურორო და არაფერი აქ საკასული არც ამაში არ არის აგერ ადვოკატებს ორივე კვირის წინ უნდა უთქითხე ვიცოდე მაინც პროკურორის სახელებიც არ დაინტერესებულ ვარ გადაგამეზე შეურაცხყოფა თუ მიიღო მე ჩვენებაში იცოდა მაგრამ არ დაინტერესებულ ვარ და გვარი დავავიწყდა თავის განსხვავებით თუნდაც თქვენი სახელგვარისგან და კანა ახალ სახელგვარის პირველი ადამიანები ვისაც პირადად ვიცნობ არც მეორე და მესამე მეც ვიცნობ და ავტომატურად დავამახსოვრდა და ასე ავტომატურად არ დაუგებესებულ ვარ და არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა ისევე კვალიფიკაციას აი ბიჭების რომლებიც გადაგვექცეოდნენ მახსოვს არ მახსოვდა დიახაცელი იგითი რადგან ეს ასე დაფორმატდა და ჩემი ემოცია და ჩემი ბრაზი აი აბსოლუტში და უსამართლობაში რომელშიც ვარ დიახაც რაღაც თანამდებობა უნდა ქონოდა არჩევანი ყოფილიყო ალბათ ხარებას ვამჯობინებდი მაგრამ იმ დროისთვის შეგვიჩი ხავდა განაკვეთი ალბათ არ ვიცი ხა ეს სპეკულაციის სფერო თან იმ პასპორტს
შეიძლება არც ყოფილიყო პოლიციელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმამსგავსე კონკრეტულ ადამიანს და დღემდე ვერ ვიქნები დარწმუნებული, თუმცა მგონია რომ ის იყო, რომელიც დიახაც თავად ამოწყავდა, მაგრამ მარტში ხდებოდა ეს გასული წლის, რომელიც ხელმძღვანელობდა მოძრაობებს და ამის გამარჯვება ის როგორ ეხლა. ამას ხედავდი ძალიან გავდა. მაგრამ აქ უნდა ამას მნიშვნელობა ის იქნებოდა თუ არა. რა თქმა უნდა ეს იყო სიმბოლიკის ისტორიამდე აღარ ჩავა. ეხლა გადავალ იმაზე საერთოდ რა იყო მიზეზი. არ მოყვარს პაკეტი, არასდროს მიყვართ და მაგიზიანებს ჩემს უშუალო საქმიანობაში, რომელშიც ძნელი არც ხანდახან პრაქტიკას ლიტერატურაში. მაგრამ არის ლექსიკური სიტყვის მასალა, რომელიც გარეშე როცა ვლაპარაკობ პოლიტიკურ კონტექსტზე, როცა ვლაპარაკობ თუნდაც ყოველგვარი პატრიოტული რაღაც იმის საჩუქრის გარეშე სამშობლოზე და მის ბედზეა და რაღაც სიტყვების დონეზე გამოვერება. დარწმუნებული ვარ იცით რომ არის ასეთი სიტყვა ქართულ ენაში სინთეზი. არა ქართულ ენაში, ალბათ ყველა ენაში, ამ თითქმის ყველა ენაში იგივე მნიშვნელობით რაღაც სიტყვა არსებობს. მაშინ არ ვარ დარწმუნებული ის არის რომ შეიძლება არ იცოდეთ რომ ეს სინთეზი პირობით იცნება ადამიანს, ზოგიერთ ადამიანს ზოგიერთ მართლა აშუქებს. თუნდაც ისეთი ამორთიზირებული და მოძველებული სინთეზი, როგორც მე შემოჭა ამ საკში. მესმის რომ სინთეზი და კენჯნა არ რეგულირდება კანონით და არ იზოლება კანონით. ისევე როგორც ტკივილი, ისევე არც იზოლება კანონით. ისევე როგორც სიძულვილი და თუ იზოლება სხვა პროფესიის ადამიანები არჩეულობენ ასეთი განცდების შესახებ და რადგანაც მე ვიცი არ არის იურისტები. და ეს სინთეზი მართლა მაწუხებდა, როცა მეძინა სახლში, ჩემს სახლში, ჩამდი სახლში, ჩემს სახლში. მუშაობდი ამ ჩემს არავისთვის საჭირო რაღაც ტექსტებთან. საყვარელი ქალის მზრუნველობით გარემოსული მეგობრობდი ჩემს არაჩვეულებრივ შვილებთან. იმ ფონზე, როცა მათი ასაკის და მათი უმცროსი გაცილებით უმცროსი ასაკის ადამიანების კი ასკილის კოლეგა თქვენმა თანამშრომლებმა ასტაკოვან ფულით და ძალაუფლებით შერხეულ ტრის სამსახურში ღიად და გაცხადებულად ჩამდგარ ადამიანს მსხვერპლად მიუყარეს. მსხვერპლად ქვია, მათი საუკეთესო საათი მსხვერპლია. დღეები, წლები, წელს გაუკლია და იმედი არაწლები. აი ამას უყურებთ და მე მაწუხებ და ეს არა იმიტომ რომ იმდენზე მეტი. საერთოდ ეს არის ბრძოლა. აქ ყოველთვის ამ ხარის ვინც ვარ. ჩვენ პირადისთვის ხო არ ვიქვის და ვინც პირადისთვის იქვის მეორე ხარისა. ასე დალაგდა და ასე ხდება. რა მithova მე პირადისთვის მებრძოლის სადავაში. მაგრამ არც ამაყობს თუ ამ ჩემს მიერ გაწნულ სილას, რომელსაც საფრთხით და არც დანაშაულად მხოლოდ იმ დახმით რომ აბსურდში. იმიტომ რომ უსამართლობას უფლებს ქვეყანაში და დიდწილად თქვენ შეეხმობებით თქვენ გულისხმობთ ბატონ გიორგი გენაშვილს და ბატონ გიორგის გვარი როგორც გითხარით არ მახსოვს. თქვენი სამსახურების ვისითაც ყარდება ეს შპარდება კიდე თუმდაც წარმოვიდგე, მაგრამ მაგათაც წამით ჩავყერო თვალს. ვახშენი ხო არის ახალგაზრდა ადამიანი. და შემდეგ იყო უკვე რასაც სილამდე მივყავართ კონკრეტულად ფორმატი დაუზარდეთ, გნებავთ ფორმატი და მეთოდი და რაც კიდევ ის დაუზარდეთ კანონით. რაც ქვია ის არდაყავთ პროკურორმა ხელს დათქმა სხვა რაღაცა. მეტისმეტად ზოგადია, როცა სიძულვილზე ასე კონკრეტულად და იქილე ასე ვაზოგადეთ. ხელის დათქმა არ არის შეიძლება იყოს ჭიქლარის ბევრი რაღაცა. მაგრამ სტილას ენა თქვენზე ჩვენზე ყველა ერთად აღებულზე ჭვიანი ცოცხალი ორგანიზმია და აი ამ სტილას სწორედ ეს სიმბოლური ნაკლებად მკივნეული რაღაც ისტორიული დიდწილად მეტაფორიული რაღაცა
ღირსებასთან წინაპარი მნიშვნელობების გამო ნამოარგო უნიკალური ცალკე გაცნო ენა მაქვს მე ხო არ მომიგონი არაფერზე მათგან გადაცუნა არსებობს რაღაცას მიამსგავსა სილის დარწმობა უგემოვნო ცუდი ქართულია შეიძლება შეგეშალოს მაგრამ წერასთან როცა ადამიანს საქმე უნდა დოკუმენტების წერასთან სამსახურებელს რაღაცნაირად ავტომატურად წარმოდის ეს ზინა და ფონი ისევ გადავუხვია კონკრეტულად სილასაც შეეხება ზია ამბავებელი ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული ფიქსებული მებრძოლი და პრინციპული ადამიანი რომელიც მართლა ბევრმა არ იცოდა და მეც შემთხვევით ვიცოდი და არ არის დიდი ხანი ალბათ რამდენიმე წელია ვაფასებდი ბათუმელებს და არ ვიცოდი კაპიტონის ზიასთან ეს ადამიანი შეურაცხეს და ამცირეს შეურაცხყოფა მიაკენეს და ამის მერე როცა მან გამწარებულა ღირსება შედახულა სილა გააცნო იმ დღიდან ჩვენ ვუყურებთ ხალხის რიტუალურ მკვლელობას ჩვენი სამსახურების და განაშრომების სამსახურების პლატფორმა წყაროა ყველაფერს ერთი კაცია და ერთი ოჯახი შემდეგ ნინო დათაშვილი ჩემი არაპირდაპირ მაგრამ კოლეგა რადგან ქართულ ენას და ქართულ ლიტერატურას ემსახურება არაჩვეულებრივი ადამიანი და მართლა კოლეგაც იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთში მუშაობდით სანამ მას დაიჭერდნენ და შემდეგ მეც ამ შენობაში აი ამ ბიჭების კოლეგებმა ან მათ არ მიცურებს ზოგს ვერ ასევე მუჯრუგუნებით ათრიეს განცდილეს და როცა ის გამოვიდა მდგომარეობიდან და სილა გააცნა და ის თქვათ სილას არ იყო რაც მე კადრით ავუკვი და აპატიმრეს და შემდეგ რაც მოხდა ისიც ვიცით თქვენმა და თქვენმა კოლეგებმა საგიშეში ფსიქიატრიაში გადაყვანა მოითხოვეს და დაუდასტურეს აი ეს სიცხვილები 21 საუკუნეა შუა საუკუნეები კი არა ჩვენ სახელმწიფოებრივ სახელების დონეზე ისიც ჯალათები არც მართლობა იყო არც ეკითხვა იცოდა ხალხმა და მედიები SMS-ები და სხვა არსებობდა შემორჩა და კარის ისტორიკოსები კიდე იმპერატორს ემსახურებოდნენ დიდი ინკვიზიციის დროს მაინც შემორჩა და დღეს არ დაიწოვება შეიძლება დიდი უბედურება ვიღაცას შეეჩეს და აი ეს ხალის იქცაყვანა არ ვიცი რა შეჭდება რა თქმა უნდა ეგეც იმპულსი იყო საერთოდ ალვაპირები და ქვემოთ რო ვიყავე მოსაц რამდენიმე საათი მოსაწყეს საქმეში თუ რას ვქია ბოილერი უფრო გამახსენდა უბრალოდ არ გავხსენებია ეს დღეები როცა ტექსტზე ვფიქრობ და ნაწერაზე და უბრალოდ ეს რიგებული სიტყვას ალბათ მაქსიმუმ 2 თვით ადრე ეს ჩემი ამბავი მოხდებოდა და აპატიმრებდნენ და ეს სილას გავაცნიდნენ მოკლედ და როგორც ინდათ ისე უცოდოთი ნიშნით ჩემს სილა დაახლოებით თანახება 2 თვით ადრე გაზრდობათუმელებმა თქვა წერილის დაწერა ზიას შესახებ ბათუმელების შეუძლებელი პერიოდულად კალათთან დაკავშირებული ადამიანი ვარ და ასეთ თხოვნებს სხვადასხვა საკითხზე თუ თემაზე ვიღება ნამდვილი ფუნქცია და ვიღება შემთხვევაში უნდა მივიღო ძალიან ძნელი იყო და რაღაც დაუწერე და მე მახსოვს ჩემი განსხვავებას ისე სინდეს რომ ესეთი მინახავს სული რომ მინახავს ტკივილია ეს კენჭნარის სინდის თუ ბაჭუხებს ეს იმას ვერ ზახი პირობის სახელია რომ რა არის სერვარის საფალერო და არასორო რომ მართლა მაგდა მინდეს ემეთი მაგრამ არ საერთოდ სინდის რომ არ ნიშნავს რომ მართალია და სწორად ბაჭუხებს მაგია არის ჩვენ თავის სინდის და სამშობლოცინა როგორი ვწვავთ აი მასე გავედი რომ დავწერე და ვიყავ მაკოფილი ბედნიერი რომ მოვასწარი ვადებში არ გამოვთუნე იმედი ბრძოლის ნაწილია ჩემი სამივე კარტა გამოვიდა მომეთმასწრებლად კარგი გაზაფხულის კარგიანი იყო გავაბოლე ის მაკოფილმა იმისაც რომ დავწერე სინამდვილეში წადებს მაგრამ მიჩეს ძალიან ვისმოდება და მაკოფილმა დავწერე მოვასწარი და ვიძენ ძალიან დიდი სიმსხვილი რომ დავჯექი ამხელა კაცი თუნდაც ამდენი რამის ნახველი ასაკობრივად რაც მოვასწარი დავწერე და მე პირულად უსწავლელზე გავალ და დიდი ალბათობით კიდევ ერთ ჯარიმას ავიღო ვერამდე ეს ტრადიციული ის ფაქტი თუმცა ჩვენი მონაცემები ერთად და რაოდენობით
და აი სულ ესწავლა, მე შემაწუხა და როგორც თქვი ეს ამ საერთო ბრძოლაში ბრძოლას ეს არ არის შემოწმული. ამ საერთო პასუხისმგებლობის შალაზე ცალკეულ ადამიანებს აქვს თავიანთი რაღაც ნიშნული. პირადი ნიშნული და ეს ნიშნული განსაზღვრება რაღაცა რომ რაც მეტი მოხვდა და მე ძალიან ბევრზე ნაკლები მოხვდა პირადად და დავზარალდი, მაგრამ მაინც რაღაცა დოსამ ერევა. პირადი უსიამოვნო. თუნდაც პირადი ფიზიკური ტრავმა. არც ისე არ მოხდა ჯერ ვაინი შეძლო. აუდგე დავწვევ და ყველა დავიხარე. სიკაში დახრა ძალიან არ დავიეცი ის საფრთხეში შუქასაბად მოკიდდეს გაფრთხილებას. ასულ ანაქსში ხოდა მოგეთ კაი დაუბრუნდით იმ საწყის იმას რომ სწავლეთ ეს კამერები მაინც მომწოდება ისე სადაც უკვე 10 მეტრზე მარტივი მოვასწარე და დავჯარიმი რა ყველაფერი ვიცოდი ასე ხელის გულზე მე მესწრის ბატონო გიორგი ამ შემთხვევაში თქვენ მომავალ პროკურორ ბატონო გიორგის ობიექტურად მესწრის აი დიდად სამუშაო და საკითხი აი პროფესიული ინტერესი რაღაც მაინც ბარკერი არ დავიხოვეს მაგრამ არც ალბომატებს და ოქტომბერს ხო რაღაც ისეთი რაღაც გავაკეთე რასაც არც ვაფიქრებ რომ ამასთანაირად იყო მეთქი და ის მესმის რომ რაღაცა ტექსტუალურად გამოგზავნებინა თორე განშენობა პირველის ზონაში. მოდით პირველის და ბარად ეხლა ვიტყვი, იმიტომ რომ მე თვითონ არ ვიტყვი. მე უხერხული თემა მგონია. თქვენ ამახვილებთ ხოლმე აი ტკივილზე და ოფის ალბომზე და ხაწვის სიციკლეზე ყურადღებას და დაცმულებული ვარ იმ ადამიანებს თუნდაც სინგული ადამიანობამდე ჩემი აზრით და ჩემი აღქმით არ ვერ გამიტარებული გეგმით გეგუაცეს ასიამოვნებს ეს მოცემულობა რაში საზღობთ ხო თქვენ დაიწყეთ ეს შაინი და ამგეხეთ ხო მე რა ვიცი შეიძლება მართლა ეთქი ეს არის ინდივიდუალური ცნობელობა და ადამიანი შეიძლება გეტკიროს მცირე მე ვიცი ჩემი მუშტის და მithumetes სიმის ძალა და ვიცი ის რომ ტკივილის მიყენება უკვე ვისაუბრე რომ ქონოდა ის რაღაც სხვადასხვა მომენტები დამცირებად რომ ქონოდა სპორტი უფრო შემოაწყობილია ის ჩინებლებიანი ადამიანისთვის არა იყო სიმბოლური კადრი იყო და კადრში გავაკეთე მაგრამ დაუშვათ ეს კი მე ვისურვებდი ამ პრობლემის მოქალაქედ ეს თუ არა სამომავლო და უკეთეს მე რომ მინდა და მოცნებობ ისეთ ქვეყანაში მაინც რომ პოლიცია თვითონ ეს სამსახური არის ხიფათები ახსავს თავისთავად და უფრო მედედაშო ადამიანებს ვისურვებდი იდეა ჩემი თან მამაკაცის სიგარას რაზმ დავყარაკობთ ხალის დამედიან ტესტო ეს უსტკივად მე მართლა მცხველი პირადად ჩემს სიცოცხლეში ვთქვი რომ ქართულმა პოლიციამ კი არა და იმანიშვილმა დაიახლა სოფლიო მოწყვლადობის არის ისტორიასა და მითოლოგიაში ახალი პარადიგმა შემოაყო აქტივებს ეს კურსი ქართული პოლიციის ლოყა რაუბედურება ამაში როგორ უნდა ვიცი ეს როგორ უნდა ავიტანო კი ბატონო მე ვიყავი ამ შენობაში შეიძლება ამ დარბაზში ალბათ სხვადასხვაში არასრული ერთი წლის წინ როცა მართლა სცენეს და ეს არის გადაღებული მხოლოდ მცირე მონაკვეთი ჩემი სცენის როცა ასეულობით ადამიანი და ათეულობით ვიყავდა ჩარს თქვენი თანამშრომელი იჯდა მოსამართლის სავარჯეში ეს კადრები არ დაინტერესდა სადაც ჩანს რომ აქეთ იცემენ სამი მიდექი და შემოადგენს როგორც იციან ხოლმე და მილიონის გავს კადრები ნახოთ ეს სავაკეთები შვილებს წვეძები ვაილია სიტუაცია ახალოს ყოლოდა და წავს როცა იზაბა სიტუაცია ზერბისა ზურგიდან შეგიძლიათ მილიონის გავს კადრები ნახოთ შეიძლება არც ამას შეხედა იმ დღეს რამდენიმე გამოცხვა ფორმა სადაც იყო გრავლობითი მოტეხილობები და სასწრაფო ოპერაციის აუცილებლობა მართლა ყველა თანამშრომელმა გაწიეს განზე მოусმინა მოსკოვის პოლიციას რომელმაც საკრებად ჩამოიყვია რომელმაც თქვა რომ ცემა მე ოქროებში ქართველი ვარ და რაღაც შემოარჩა შემოწმების პრობლემას თუ ჩემი ქართველობა ისე რომ მოკერგადებულო ნაცემ ადამიანს მეერე და გამეკებით უწყავალო წარმოებელაც იძლევა
და იმ კაცმა ხოლმე დამაპატიმრა და თავისთავად გადაეცა. ეს მოყვა მოსამართლე ყურადღებით მოусმინა და რეაბილიტაციის კურსებზე გამოშვა შემთხვევაში სამტრედიის იზოლატორში. მე ყოველსაღამოს როცა დავუბრუნდი მალე ყოველსაღამოს ნახულობდი თუნდაც აი ახალგაზრდების მშობლებს რუსთაველზე. ერთვე ნახავთ რომ ვისამდებოდი, იმიტომ რომ ცხოველობდა. მართლაც ცხოველობდა, ვადრევი ხალხი ციხეში და მათი შვილები მხოლოდ იმიტომ რომ კალენდარულად გამიმართლა ნოემბრის ბოლო რიცხვებში ადმინისტრაციმა და პატიმრებდნენ პირველიდან თუ ორიდან დაიწყეს ციხის სამართლი. ზუსტად იგივენაირად და უფრო მეტად ნაცენი ადამიანის დანაშაულზე არ აქვს ლაპარაკი. სულ დაპატიმრება ციხის დაიწყეს დეკემბრიდან მე გამიმართლა თუმცა რომ ვიყავ საერთოდ პირველი ვიყავ სოზაროვნების სამით შეიქმნა. Ხოშპაში სისტემი პირველი ყოლეს ეს საუსისხლოც შეშებიან შენობაში შუალედური გამანაცვლებელი პუნქტი იყო. ხოდა ამ ყველაფერს ამიტომ ლაპარაკობ აბსოლუტურად მე მინდოდა მშვიდად და რაღაცა ეს მონიშნები ვახსენე და გიმილაკების კიდევ ჩართული ხანავი ხონდა და რაღაც გავუსულო ეს ყველაფერი არა ყველა უნდა გარეთ გამოვიდეთ ეს ხდისის ასაიძო ანაბსურზე საუბარი და შესრულება ხოდა აღჩერება სიმბოლურობას დავანებოთ ისტორიას, დუელებს და ხელთათმანის გადაგებას სწორედ ზიანალობენ მოდანინო დათაშვილმა პოლიტიკური კონტექსტი შეესწირა კონკრეტულად ამას, სილის გაწვევას. დიახაც არის სიმბოლოების გაშევდები და ეგეთი აზროვნების ხაილის გაცვლა. და დიახაც აღარ ყოფილა დამეწერა, რა დამეწერა. ამ შემდეგობებს აჭირდება ცირა და შალავანი მართლა აჭირდება თუ აუხსნა რაც გულისხმობს. წერაკის გამოცემების საზოგადოება სპეციალურად პოლიციის მოძალადე თანამშრომლებისთვის მე ვერ შევხვდით. როცა წამოიკითხო და გაიაზრო, დიახ მარტო ენა ეს, მარტო ამენი ველაპარაკები და ძალადობდა. და როდესაც თქვენ პოლიცია როდესაც იმაზე საუბრობთ, ყველაფერს თავი დავანებოთ. ყველა მოძალადე პოლიციის გაცნობის არ კიდე დავაყო გავფილტრე. ჩემ ახალგაზრდა მეგობარებო, მაგრამ ახალგაზრდა გავფილტრე კიდევაც. და საერთოდ ივანიშვილის დავიწყე რატომაც ამ პოლიციას და პოლიციას ისე არ ვერჩი როგორც ივანიშვილის და თელანში. Galatis Sankrojaks. Amito, titulul iar sunt legat mafna asta cu Evelyn School, asta popriva dalo. Პირველად მე პოლიციელებმა ხელკეთებს ცემეს, აბასა ოთხოდა 9 წლის 29 9-ზე მე ზუსტად თქვენ ახერხეთ ადრესი 9 წლის პირველად იმის მერე არც კარმა თუ ედისწერა თუ მე ვარ შარიანი, მაგრამ ხდება ღმერთი ჯული ძალით ახლო პირიქით ჩემს ჩიგებში მამოპადა ჩემს ნანგარში და ამ საჯარო სამოქალაქო დიდ არმებს არ გამაკარაკი არა და მაგაზე წერდით იმას და მაინც ისტორიის შენახავს მე პატრიოტულმა წერას რასაც პირიქით ვიცებია და დღემდე ეს არც ლიდერის ქვისება არც მინდა რომ მქონდეს მაგრამ ლაპარაკის როგორიც ეს საფრთხე როგორ გამოდის საქართველოს ამაში ამ რეჟიმში არ მომდის სიტყვები სწორი სიტყვები მე არ მოწონს ჩემი თავი და მე ეს იმკინჩის ახლობ ეს თარათვარ ის და სიტყვებზე ერთად ვიტყვი გარემი მაინც ავსწრიან ჩემს გენერალურ ხაზს გიორგი ადროგიორგი აი მე რო გავიგო ამ კონტექსტში ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ რაღაცნაირად ეგეთ სამსახურს ჩამოშორებით დასმებული ვარ რამდენსაც აღთხოვენ ახლა იქ და არ გავალებები რომ ეს სიძულვილი რაღაც იმიტომ რომ კანონმდებლობით აზრი არ აქვს გეწინათ რაღაცა ედერების შედავ ენობრივი კონსტრუქციას ავიცი და საზოგადოების მეთხოვცი მიგემატებინა მაშინ სტილისტურად ჩავსდებოდა აპრობირებული საფრთხის შეერის მეტი რაბო მე რომ გავიგო რომ თქვენ ამას ჩამოშობით ალბათ გამიხარდება რანაირად ეს თუ გამიხარდება ეხლა თელი თქვენი ან გრაფინირებულად დალაგებულად ლანცხოვთ პიროვნები დაიწყებთ და ასე სწორად მასწავლეთ მიწას
თან ვიცი რომ სხვას ფიქრობ და თან თქვენი საბედნიერო თქვენი მე რომ ინახავს თანაშრომებთან ასწავლებით დიალოგი არ უხდებათ ეგრე მაშინალურად არ გამოვიდეთ და მე ეს მხოლოდ მომწონს და ამიტომაც შევაგორე ეს ლირიკა რომ გამიხარდება თუ თლადეკარი არ არის განზრახი და შეიძლება უფრო ვიდრე ახლებდეს რამდენიმე აკადემია მოგამხსნას ხოდა მოკლედ ვარამე იქიდან მოყოლების ეროვნული მოძრაობა დაგდორი რომ საქართველოს სისხლის მოიტანა და შეცდომების და სისულელეების და დანაშაულების ისა კასკადი აგერ უკვე ის 20 წელია დაასწრებენ ჩემი ასაკი და აი თუ სამწუხარო თუ საბედნიერო და ამაში ვარ იქიდან მოყოლებული ვიყავი მართლა პატარა წიგნების არაფერი არ ვიცოდი არც საქართველოს ისტორიის საიმონოწოდნა საბჭოთა კავშირში αλλά antipuntis gavlevius, მაგრამ უნდა ბედნიერება და აუსაფრთხოებელი თავიდანვე და დღემდე მომხდარა. რომ არაფერს მოწონდა ჩემი თავი და ყოველთვის მოწონდა ჩემი ცხოვრება. მე მქონდა ურთიერთობა დიდებულ ადამიანებთან, სხვადასხვა აი ეროვნული მოძრაობის გარეშე ასე. იმ ადამიანებთან მისი საქმეების უჩვენებს თქვენ დაბრძანებით შეიძლება ცხოვრობს კიდევაც ამ თავში რომ კარიერის ის დაკვალ ამ მასშტაბების ქუჩებზე შეიძლება დასახა. და მე უამრავ დიდებულ ადამიანთან და მე აქ რამდენი ხანი წავედა გამოვიკეთო. შენგარია ეს ცხოვრება, სადაც არ ცოტანამე არის პირადი საამაყო, მაგრამ რაღაც დიდ ამბებში და დიდი მასშტაბით არა ვარ უკმაყოფილო და მაგლიერი პირველი შემიტოვა რომ გამოსახულებად ბევრი ისეთი რამ მომეცა, რასაც თავის ხდება. მე რომ კონდეს განს ან თეორიულად მაინც რომ თქვენ ჩემი აგესმის ახლა რასაც ვაპარაკობ და მართლა იქაც გახართ აი რამდენი საკანონს შეუშვებს კანონი ადამიანი იქონებს არგებს ცხოვრებას ეგრე იყო ისტორიის მანძილზე საჯაროს მიჩეში დავაცემილო შეიძლება და მithumetes ხმაურიანად და რაღაცა შედეგები და შეფერი შეიძლება იყოს უსიამოვნო მაგრამ თუ კანონი ითქვის რომ ამისათვის დესპოები უნდა ამერკეს ის აღარ არის კანონი და ფუნქცია რაღაცა კანონის საფსაფუში ადამიანი უნდა ესწავლოს თავიდან მაინც აიგო გადავდო პირიქით აიქონო ყველაფერი და არ მაქვს მე ვიცი რომ გესმით ჩემი და ესეც აქ ჩემი არჩევანია ეს რომ არის ჩემი არჩევანი რატომაც არა ხმამაღალესი სხვა არ მაგრამ დაამყოფილი მნიშვნელობით მორალური არჩევანი და მორალური უპირატესობა არ კრიშე რომელსაც ყველგან და იმედია ცხოვრებაში როგორც პირველად ისევე უკანასკნელად ფუძნობამას იცით რატო მე მაგ აბსოლუტური განცდა no თქვენი შვილებისთვისაც ზუსტად ისე როგორც აი ეს ისგან მინასთვის თქვენი შვილებისთვისაც არის ეს ბრძოლა რომელიც შეიძლება ზუსტად ის და მგონია რომ თქვენც იცით და თუ თქვენ მართლა გულწრფელად ასე გართულით მაშინ მე უკეთესი სამოუკიდესო ყოფილიყო თქვენზე ვიდრე თქვენ საკუთარ თავზე ასე განაცხადეთ ამიტომ რა გადაწყვეტილებას როგორც უკვე დავასწრე საკუთარ თავს რა გადაწყვეტილებას უნდა გამოვაცხადოთ ეს აქ არ არის ეს პოეტიზირებული თავანწირი რაღაც ისულები ჩემი მომავალი არის გასცემით სულმუქიდან სანატრებიც კი ვიდრე იმ ადამიანების რომლებიც ან საქმით ემსახურებიან ან თუნდაც დუმის გამყარებენ არიან უსამართლობის რომელზეც ვისაუბრეთ და მოვსწრებს ეს არის რაც უნდა მეთქვა და შვიდად როგორც უკვე ხოლმე მე მაგრამ ჯერჯერობით წერას გამომდის საბავშვო კარგად უყურებთ მაგრამ ამის იმედს